ამ წუთებში კი გლდანის ციხეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. თანამომხსენებლები ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს შეხვდებიან. ადგილზე ასევე არის ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატიც. მარიამ ელიბაშვილი გვეტყვის მეც ამ ვიზიტის შესახებ. მარიამ, გისმენთ. ევროსაბჭოს დელეგაცია ამ წუთებში გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაშია. ისინი ხვდებიან რეჟიმის პატიმრებს და ივანიშვილის ტყვეებს ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს. სწორედ ამ შეხვედრაზე პატიმრები ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მათ მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე და ასევე არასათანადო მოპყრობაზე, რაც მათ მიმართ ხორციელდება. როგორც ადვოკატი ანდრო ჭიჭინაძეს ჩვენთან საუბარში აცხადებს, ეს ვიზიტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან მას შემდეგ, რაც დელეგაცია დაასრულებს საქართველოში სტუმრობას და უშუალოდ დაიწყებს ანგარიშის მომზადებას, ანგარიში ასევე საუბარი იქნება რეჟიმის ტყვეებზე, რომელსაც არაპროპორციული ძალით და არასათანადო მოპყრობის პირობებში ამყოფებს ივანიშვილის რეჟიმი. ის, რასაც დღეს დიპლომატები გააკეთებენ, ეს არის პრეცედენტული, ეს არის საგამონაკლისო წესი და აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, რომ პირველ რიგში უკანონოდ დაკავებულებს აჩვენონ თავიანთი სოლიდარობა, გაიზიარონ მათი პოზიციები და ასევე ეს წარადგინონ შემდგომ იქ, სადაც საჭიროა და ასევე საზოგადოებას უთხრან, რომ ევროპელი მეგობრები არიან ჩვენთან ერთად და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუდასტურონ მზაობა, რომ საქართველოსთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ. მეტ დეტალს გამოსვლაზე უფრო მივაწვდით, თუმცა შიგნით სავარაუდოდ საუბარი გვექნება საქმესთან დაკავშირებით და ზოგადად იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელშიც იღებდა მონაწილეობას ანდრო ჭიჭინაძე და რომლის ლეგიტიმურობაზეც და რომლის არსებობაზეც საუბარს გაურბის როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო. ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდოდ 1 საათს ნახევარს გასტანს. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს გამოძება 225 მუხლზე დავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.